ტრანსფერი დაფინანსებული პროექტების ნახევარი ვერ შესრულდა, მაგალითად ტროტუარები აღმაშენებელზე, სტადიონის პირველი ეტაპი. აღმაშენებელზე საცხოვრებელი კორპუსები, ვერც თეატრის მშენებლობა დამთავრდა 14 ივნისის და რა არის ამის მიზეზები? თავიდან ჩამოავალებოთ, ჯობს ხო? პირველი ის რომ ზოგადად როგორ ხდება ხოლმე იცით ტრანსფერის თანხები მოდის ხოლმე იანვრის თვეში. პირველი ეტაპი. ასე და შემდეგ გრძელდება ბუნებრივია სამუშაო პროცესი. როდესაც პროექტი არ გაქვს, ბუნებრივია ამისთვის გჭირდება რომ შეიქმნას პროექტი, ხო? ესე იგი პირველი უნდა გამოცხადდეს კონკურსი პროექტზე. მე ხა დეტალურად აგისმენთ, თქვენ დეტალები გჭირდებათ აუცილებლად, შეიძლება ეს სატელევიზიოთ არ იყოს, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში ბეჭდვითი მედიისთვის გამოგარგებთ. არ არსებობს პროექტი. პირველი უნდა გამოცხადდეს პროექტზე კონკურსი. ბუნებრივია ეს არის დაახლოებით მინიმუმ 2 სამკვირიანი პროცესი. შემდეგ რო ესკიზებს წარმოგიდგენენ, შემდეგ ხდება პროექტზე მუშაობა, გამოცხადება ტენდერი პროექტზე. როდესაც ტენდერს აცხადებ პროექტზე, შემდეგ სანამ გამოაცხადე ტენდერი პროექტზე, ბუნებრივია ამას ჭირდება დაახლოებით 45-დღიანი პროცესი არის, სანამ ტენდერს მოიგებს ესა თუ ის კომპანია. შემდეგ ხდება რომ აღნიშნული თანხა რაც ჯდება სხვათა შორის პროექტი, უნდა წარადგინო ცენტრალურ ხელისუფლებაში, ანუ ფინანსთა სამინისტროში და რეგიონულ განვითარების სამინისტროში, რათა თანხა წამოვიდეს, ასე ვთქვათ, პროექტის თანხა. ბუნებრივია იქაც თავრობის ხომაზე უნდა დამტკიცდეს და იქაც დრო მოიცავს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. შემდეგ, როდესაც უკვე წარმოადგენენ პროექტს, შემდეგ ხდება, ასე ვთქვათ, ექსპერტიზა უნდა გაიაროს ამ პროექტმა. ექსპერტიზა რო გაიაროს ამ პროექტმა, ექსპერტიზა სჭირდება დაახლოებით 1 თვის ვადა. გაიარა ახლა ამ პროექტმა ექსპერტიზის ვადა, ხო? შემდეგ გამოცხადეს უნდა პროექტის სამშენებლო, ასე ვთქვათ, ეს გამოცხადეს ტენდერის სამშენებლო, ასე ვთქვათ, ტენდერი უნდა გამოცხადდეს. დაახლოებით ეს არის ალბათ სადღაც ამასაც თვე-თვენახევრი ჭირდება. მთელი ეს პროცესი, როდესაც პროექტი არ გაგაჩნია, მთელი ეს პროცესი არის დაახლოებით 4-5 თვიანი. ახლა მე თქვენ გეკითხებით, როდესაც ტრანსფერის თანხას ვერ მიიღებ იანვარში და მიიღებ აპრილის თვეში და ბოლო ტრანსფერს მიიღებ აგვისტოს თვეში, როდესაც საერთოდ პროექტი არ გაგაჩნია. ბუნებრივია პროექტი უნდა შექმნა, ხო? რა შეჭირდება მაშინ ეს თანხა, ხო? და როდესაც აგვისტოს თვეში მიიღებ ბოლო ტრანსფერის თანხას და გამოაცხადებ კონკურს პროექტზე და სანამ პროექტს შეხებ ელემენტარულად სტადიონის პროექტი, რამდენი დეტალია და რამდენი რამ ჭირდება, ხო? ხა ბუნებრივია ერთ კვირაში ვერ გააკეთებ და თუნდაც ერთ თვეში ვერ გააკეთებ. ხა ამ ხელა სტადიონის პროექტს ამას ბუნებრივია დრო სჭირდება. სწორედ ეს არის 4-5-6 თვიანი ციკლი. და როდესაც მე თანხა მივიღე პირველი ეტაპი აპრილის თვეში, აპრილის ბოლოს და შემდეგ უკვე აგვისტოში, მე გეკითხებით, როგორ შეიძლება მოვასწრო წლის ბოლომდე სამუშაოები. სწორედ ამიტომ მთავრობა მიიღო გადაწყვეტილება და ეს არ არის არავის დამსახურება, პირდაპირ ეს არ არის ეკაბესელიას დამსახურება. რაც შეეხება აღმაშენებელი ფასადი, ბუნებრივია, როდესაც რატო ჩავარდა ტენდერები, თქვენ ეს თემას გაინტერესებთ, ხო? როდესაც ტრანსფერის თანხა მივიღეთ, პროექტის ტენდერი არც ერთი არ ჩავარდნენია. ჩავარდა სამშენებლო, ასე ვთქვათ, ტენდერები და რატო? როდესაც კომპანიებმა დაინახეს ინტერნეტში, რომ ვადები არის ძალიან ცოტა და ფაქტიურად სამ თვეში უნდა ითვისო შენ 6 მილიონი, 4 მილიონი, თუნდაც 2 მილიონი, ბუნებრივია სერიოზულმა კომპანიებმა არ მიიღეს მონაწილეობა, იმიტომ რომ ამ ვადებში ფაქტიურად შეუძლებელია თანხა რო აითვისო. და იმ კორუფციულ სქემაზე როცა ბრძანებს მამანთა მავანი, ჩვენ თვითმმართველობას რო გქონოდა განზრახვა იმისა, რომ იცით რა, მოდი ჩვენ კომპანიებს მოვარგოთ ესა თუ ის ტენდერი სამშენებლო, ხო? და 4 მილიონი და 6 მილიონი. მაშინ ბუნებრივია არ ჩავარდებოდა ტენდერი. ჩვენ კომპანიებს მოვარგებდით ამ თანხებს, ამ თანხებს ბუნებრივია და გაიმარჯვებდა. და ჩვენი კომპანიები იმუშავებდნენ, როგორც ხდებოდა წლების განმავლობაში. მაგრამ ჩვენ ეს არ გავიკეთებია. ამიტომ ჩავარდა ტენდერი.
და რატო ჩავაგდებდი მე პირადად თვითმმართველობა, ხო? მე რატო ჩავაგდებდი ტენდერს თუ მე ჩემი კომპანია მქონდა. და არ მქონდა და არ მყავდა, ბუნებრივია და ასე ხელახები და თავისუფლად სამართლიანად გავუშვით ტენდერები ჩატარება, მაგრამ ის სერიოზული კომპანიები, რომელმაც დაინახეს, რომ ვადები იყო ძალიან ცოტა, ბუნებრივია არ მიიღეს მონაწილეობა და ვინც მიიღო მონაწილეობა, პირდაპირ გეტყვი მათ მოვალეობას და ვალდებულებას ვერ ასრულებდა, რომელიც ყველას გაუგზავნეს, ყველა კომპანიას აბსოლუტურად, რომელიც თავის ვალდებულებას ვერ ასრულებს, ყველას გაუგზავნეს წერილი, რომ წლის ბოლომდე შეუსრულებული სამუშაოებისათვის ისინი ასე ვთქვათ, პროცესს გამოეთიშებიან და გაშავდება მათი კომპანიები, რომ მომავალშიც ვერ მიიღოს მათმა კომპანიებმა მონაწილეობა ამ თუ იმ ტენდერში. ასე რომ, როდესაც რამეს ამბობენ HR-ში, HR-ზე და ჰიპოთეტურად კეთილი ინებო, მე გეუბნებით ბევრ რამეს რა. ძალიან ბევრი მათ შორის ისეთი ადამიანების, რომელიც ამას ღიად გაიძახიან, კორუფციაზე ზებენ თვითმმართველობას ბრალს, წარმოდგენა რა თვითმმართველობაში და მათ საქმიანობაში და მათ ფუნქციებში. პირდაპირ იძახიან. წარმოდგენა არა. და იძახიან, რომ უნდა რომ საზოგადოებრივი აზრის შექმნა. როგორც მინიმუმ. კონკრეტულად ვის გულისხმობთ? თუნდაც ეკადესელია. თუ მას რამე კონკრეტული კითხვები, კონკრეტული ინფორმაციები, კონკრეტული ფაქტები გააჩნია, კეთილი ინებოს და გადასცეს სამართალდაცვა ორგანოებს. პროკურატურას და სხვადასხვა დაწესებულებებს. თუნდაც ფინანსურ პოლიციას ასე შემდეგ ასე შემდეგ. გამოიძიო მე ყველაფერზე ვაგე პასუხს. მე უკვე დავიწყე ყველა სტრუქტურაში გაუგზავნე, მათ შორის გუბერნიასაც, ახალ გუბერნატორსაც, მათ შორის სამინისტროებსაც, ფინანსთა სამინისტროს, რეგიონულ განვითარების სამინისტროზე, ძალოვან სტრუქტურებსაც. ყველას გადაუგზავნე მასალა. მე ყველა კითხვაზე ვაგე პასუხს. ყველა ჩემს ქმედებაზე ვაგე პასუხს. სამართალი. როცა წარმოჩნდება, მაშინ კეთილს ინებებს. ყველანი აბსოლუტურად რა და პასუხს გამცემენ. ძალიან წარეთ რა. კომიტეტს გააკეთებთ მაჟორიტარი დეპუტატის ინიციატივაზე საკრებულომ შეისწავლოს ტრანსფერის სრულად վերათვისების მიზეზები. კი ბატონო, თანახმა ვარ. ქალბატონ ეკას აქედან უნდა დაეწყო თუ გინდათ სიმართლე რა. დაეწყო საკრებულო შეესწავლა ეს ასე ვთქვათ საკითხი და კი ბატონო თქვენ როგორ ფიქრობთ, ახლა რამე მასალა ქონდეს ახლა ქალბატონ ეკას და ის ილაპარაკებდა და რეაგირებას არ მოახდენდა, თქვენ როგორ ფიქრობთ? ჩვენც ვიცით რაღაცეები. ასე რომ რო არაფერს ვამბობთ, ჯერ ინფორმაციები გვაქვს, თან დასაბუთებული ინფორმაციები გვაქვს. არავის არ დავიწყდეს, ვინა ასარსანია და ვინ იყო. თელმა ფოთმა იცი ჯერ ჩემი ოჯახის შესახებ. მამიდან დაწყებული დედიდან, ჩვენ ვარ ძალიან უწესრიესი ხალხი რა. და პირადად მე ზუსტად ამიტომ გამიშთა ამბიცია, რომ სწორად უნდა მოსულიყო წესიერი ადამიანი. ვერავი ვერ იტყვის დედამიწის ზურგზე. ადამიანი ვერავის ვერ იპოვის. ერთ ადამიანსაც კი რო იტყვის იცი და ჩვენ ერთი ლარის პატივი ვეცით სარსანიას. ეგეთი ადამიანი არ არსებობს რა. ეგეთი ადამიანი ჯერ არ დაბადებულა. მე რა იდეიცა ვარ და იდეითა ვარ მოსული. და მოცული ჩემი ქალაქზე რაც მე მინდა გავაკეთო. თქვენ ამას მალე გაინახავთ. უნებრივია თუ მომეცა მის საშუალება. თქვენ 5 წელიწადში ვერ იცნობთ ამ ქალაქს. და ეს არ არის ვინმეს დამსახურება. მე როგორც კი დავჯექი პირველი დღიდან დახატვა დავიწყე. ამ ქალაქის დახატვა ყოველი ქუჩის, ყოველი გოჯამიცის, ყოველი კუთხის. მე რატო ვაკეთებ სიმართლე გითხრათ, რომ აღმაშენებელს სიტყვაზე ბუნებრივი მარმარილოთი. ყველა სახლი ბუნებრივი მარმარილოთი იქნება. ყველა ქუჩა არა თუ ხელოვნური, ბუნებრივი მარმარილოთი იქნება. იმედად მიყვარს ჩემი ქალაქი. ამას ძალიან ბევრი ვერ შეძლება. ყველამ თავის ასე თქვა წარსულს აწყოს და მომავალს მიხედოს. მათ შორის კაკულიას რა აქვს ჩემზე სალაპარაკო მიხარით, ერთი არ გადამრიგოთ მართლა რა. კაკულიას ჩემზე რა აქვს სალაპარაკო? სირცხვილია ხალხო რა. სირცხვილი. და სარსანიასე წინააღმდეგებია? როცა მთელი მისი ცხოვრება წესიერი და პატიოსნად უცხოვრია? აჩვენეთ. კი, აბსოლუტურად ყველაფერს. სხვასაც აჩვენეთ.
იმ ავტორებსაც აშვენებ, ვისაც ეს კითხვები გააჩნია რა. მე მზადა ვარ კაკულიას, ქალბატონ ეკა ბესელიას, გავის ნებისმიერ სხვას, ყველა მათ მე დაუჯდე და ვისაუბრო რა, საზოგადოების წინაშე ვისაუბრო. ბოლო რა უნდა. თქვენ გასცემთ თუ არა ბატონო დავით პრემიებს? რა თქმა უნდა, კი. გაცილებით მე ინდივიდუალურად გავცემ პრემიებს. მე ვიცი, ვინ მუშაობს, ვინ არ მუშაობს, შეგიძლიათ ამოიღოთ ინდივიდუალურად გავცემ პრემიებს, ვინც მუშაობს იმ ადამიანზე კეთილსინდისიერად და ვინც ასრულებს მათ რაც თავის სამუშაოს წარმატებით და კარგად.